მოსწავლეები, რომლებიც ერთად არაერთ წელს ატარებენ, პირობითად საუკეთესო სცენაში 12-ს, ხო? რამდენად როგორ თქვა, მნიშვნელოვანია მაგათთვის ჯანსაღი კონკურენტული გარემო შექმნა და არა მაგალითად შედარება. აი, აბსოლუტურად მართალი ხართ. დოჯი სწავლობდა ამერიკაში, დაკვირვება იყო კლასებში. მასწავლებელი, რომელიც ბავშვებს შეაქებდა 2 კვირიდან 1 თვემდე აგრესიის ობიექტი ხდებოდა ეს ბავშვი. ამიტომ მიიღეს კანონი იქ, ჩვენც მივიღეთ საქართველოშიც. ჩვენც მონაწილეობდით მაგ კანონის მიღებაში. პრივატული უნდა იყოს შექებაც და პრივატული უნდა იყოს შენიშვნაც. ეს უკვე შემოტანილი მეთოდია. რაც შეეხება შედარებას, ხო? პოლიგრაფიული კვლევით შეისწავლეს რა მოქმედებს ბავშვზე ყველაზე მეტად ემოციურად და აი ეს სხვასთან შედარება იყო პირველ ადგილზე. ანუ ამიტომ ესეც კატეგორიულად უნდა გამოირიცხოს განსაკუთრებით მშობლების მხრიდან.